ეთერშია ქრონიკა ცხრის ნახევარზე დღის სიახლეებს ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარი თაღლითობისა და ქურდობის ფაქტი გახსნა ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1982 წელს დაბადებული წარსულში თაღლითობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის ნასამართლები პირი დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა რუსთავში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 600-ის კუთვნილი საჯარიმო ავტოსადგომიდან დარაჯად მუშაობის პერიოდში თაღლითური გზით გაასხვისა 2 კვადროციკლი და 2 ავტომანქანა. ასევე სხვა ავტომობილებიდან სათადარიგო ნაწილები მოიპარა, რომლებიც შემდეგ გაყიდა. დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიცია რომ მოდის, ყველა ამბობს, რომ ყარაული არის საქმეშიო და ნაბარნი რა ვიცი. მეც არავინ არ მეუბნება, ისე თუ ყოლმოყოლოდ გავიგონებთ. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პრესკონფერენცია გამართა. ზვია ძიძიგურის თქმით, საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირება თბილისის პარლამენტის შენობიდან გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. მედიის წარმომადგენლებთან მან ყურადღება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. ზვია ძიძიგურის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობის დანგრევის პროცესში დანაშაულებრივი ნიშნებიც იკვეთება. კვირა არ გავარო, რუსთავში არ ჩამოვიდი, ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ მქონდა, როცა ქუთაისში ვიყავი. ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთოდაც ძალიან ეფექტური გახდა პარლამენტი მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთი თვეც არ არის, ჯერ რაც გადმოვედი თბილისში. უფრო აქტიურია კომიტეტის ხდომები, ქორუმის პრობლემა არ არის, ბიუროს ხდომები ტარდება ყოველი განრიგის მიხედვით. აქტიურია პრესასთან ურთიერთობა, ტელევიზიებთან ურთიერთობა, არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველდღიურად დადიან პარლამენტის შენობაში. გავარემონტეთ პარლამენტის ბიუჯეტიდან ეს შენობა გავარემონტეთ, იმიტომ რომ თვითონ დაამტვრიეს ეს შენობა. სხვათა შორის ამას სწავლობდა კონტროლის პალატა და გამოკვეთა მან თავისი პოზიციები და გადაუგზავნა შემდეგ პროკურატურას თავისი პოზიციები და პროკურატურიდან ჯერ არ ვიცით რა რეაგირება მოყვება ამას, მაგრამ დანაშაული აშკარად არის სახეზე. დღესვე რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა კომენტარი საპატიმროებში არსებულ მდგომარეობაზეც გააკეთა. ზვია ძიძიგურის განმარტებით ამ დროისთვის სასჯელს 10,000-მდე მსჯავრდებული იხდის. თითოეული პატიმრის ჯანდაცვაზე კი წლიურად 750 ამერიკული დოლარი იხარჯება. რაც შეეხება სიკვდილიანობისა და სუიციდის ფაქტებს, ძიძიგურის თქმით 2012 წლის მონაცემებთან შედარებით ბოლო 2 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. ატეხვა ხმაურის იმაზე, რომ საპატიმრო ადგილებში ან კრიმინალების ბატონობა, ან ჩემბატონო პატიმრები ჯანმრთელობის თვალსაზრისით არიან ცუდ მდგომარეობაში, ეს არის უბრალოდ სასაცილო და უბრალოდ ძალიან მარტივად გინდა ადამიანს თქვა, რომ ენას ძვალი არ აქვს, როცა ამას ესენი ლაპარაკობენ თვითონ. საპატიმროებში ყველაფერი არის რიგზე, ის კადრები, რომელიც გაავრცელა ეკა კვესიტაძემ და გაავრცელა შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, ეს კადრები არის გადაღებული 3 წლის წინ, ხმები არის დადებული ეხლა. იქ დამნაშავეები, რომლებიც არიან გამოყვანილი 5 კაციდან 4 იმყოფება პატიმრობაში და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ეს კადრები თვითონ, რომელიც თვითონ გაავრცელეს, ეს სასჯელ აღსრულების დეპარტამენტმა თვითონ მიაწოდა ამ ადამიანების ადვოკატებს, ამიტომ აქ რაიმე ტიპის რაღაცა ისეთ მოძიებასთან საქმე არ აქვს და საერთოდ ეს არის სასაცილო, როცა საპატიმრო ადგილებზე ეს ხალხი გველაპარაკება ჩვენ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით რუსთავში კიდევ ერთი პრობაციონერი დასაქმდა. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის კეთილსინდესიერად შესრულების შემდეგ პრობაციონერი ქვემო ქართლის ბიუროს რეკომენდაციით კომპანია ჰიგიენის სახლში იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 124 პრობაციონერი დასაქმდა. მიმდინარე წელს კი ამ რიცხვმა უკვე 112 შეადგინა. თავი გამოვიჩინა პუნქტუალობით, საქმისადმი კარგი დამოკიდებულებით. აქედან გამომდინარე ჩვენი რეკომენდაციით და უშუალო ზედამხედველის რეკომენდაციით ის დასაქმებული იქნა ანაზღაურებად სამუშაოზე. მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 380 ლარში აღდგენს. მინდა აღვნიშნო, რომ ქვემო ქართლის, ანუ ზოგადად პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირდაპირ ვალდებულება არ არის პრობაციონერთა დასაქმება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ინდივიდუალურად რისკებისა და საჭიროებების შეფასების შედეგად ჩვენ ვეხმარებით მსჯავრდებულებს დასაქმებაში. რა უნდა იცოდეს საბერძნეთში და თურქეთში გამგზავრების მსურველმა ამ სახელწოდების ფილმის ჩვენება გაიმართა დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ფილმი საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და ის პრაქტიკული რჩევები იყო გადმოცემული, რომელიც ქართველ ემიგრანტებს უცხო ქვეყანასთან ადაპტაციას გაუადვილებს. კინოჩვენებას ადგილობრივებთან ერთად დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი მერაბ გოგსაძე დაესწრო. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ორგანიზებით გაიმართა.
ფილმის ჩვენება გაიმართა კამპანია ქალი და მიგრაციის ფარგლებში, რომელიც დაიწყო ივლისის თვიდან. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება საქართველოს 5 რეგიონში და ერთ-ერთი არის ქვემო ქართლი. ეს ღონისძიება დღეს ჩატარდა რუსთავში. აღნიშნული ფილმი არის ერთგვარი პირველი ნაბიჯის სახელმძღვანელო იმათთვის, ვისაც სურს საზღვარგარეთ გამგზავრება. არასამთავრობო ორგანიზაციასთან ჩაატარა დღევანდელი ღონისძიება USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ესწრებიან ბენეფიციარები, ნაჩვენები იქნა ფილმი. ესე იგი ფილმი ეძღვნება როგორ უნდა მოიქცნენ ბენეფიციარები საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში თურქეთში და საბერძნეთში. 26 და 27 სექტემბერს რუსთავში ჟიულის არტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. 26 სექტემბერს ჩატარდება სახალხო შეხვედრა და კონფერენციები, რომლის ძირითადი თემა სამშობლო როგორც თავდადების ობიექტი იქნება. 27 სექტემბერს ჟიულის არტავას ხსოვნის პატივსაცემად თბილისში საბურთალოს პანთეონში საგანგებო ლოცვა აღევლინება, რის შემდეგაც რუსთავის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება. ეს თარიღი არის სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანების ხსოვნის მიმართ პატივის მიგების დიდი დღესასწაული, რომელსაც ყველანი ფეხზე უნდა დაუდგენ, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლოს განცდა და სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანის ხსოვნა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგარეშე სხდომა გაიმართა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა IP კომუნალური საპროექტო, სამშენებლო და სატრანსპორტო გაერთიანებების წესდებაში ცვლილებები შეიტანეს. საკრებულოს წევრებმა ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების შესახებ იმსჯელეს. მოგმართა რაიონის გამგეობა, კერძოდ 9 საკითხი იყო რიგარეშე, ერთი საკითხი ეხებოდა რაიონში წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოებას, კერძოდ მსოფლიო ჩემპიონის ჭრიკიშვილის და ყობლიაშვილის პრიზიორის ყობლიაშვილის დაჯილდოებას. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, აღნიშნული IP-ები გადაცემული იქნა მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს. შესაბამისად შეტანილი იქნა ცვლილებები ამ წესდებებში. 2015 წლიდან შესაძლოა საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამა ჰორიზონტი 2020-ის სრულუფლებიანი მონაწილე ქვეყანა გახდეს. საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატის შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის აქტიურად განიხილებოდა პროგრამაში საქართველოს ასოცირების საკითხი. პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მეცნიერებს იმ პროგრამებსა და მნიშვნელოვან კვლევებზე ექნებათ წვდომა, რომელიც ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში დაფინანსდება. გულისხმობს სხვადასხვა სახის სამეცნიერო თანამშრომლობას, აქნება ორხვევის სამხვევი თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის, რომელიც შედის ევროგაერთიანებაში. ჯერჯერობით ორი ქვეყანა არის, რომელიც არ არის ევროგაერთიანების წევრი და აქვს ასოცირებული სტატუსი ჰორიზონტ 2020-ის. ეს გახლავთ მოლდოვა და ისრაელი. ვიმედოვნებ, რომ საქართველო იქნება მესამე ქვეყანა, რომელიც შეერთება ამ პროცესს. 28 საწევრო ქვეყანა ჩართული არის, რაც სერიოზული კვლევების დაფინანსების შესაძლებლობა არის და ამაზე განვიხილეთ და ვისაუბრეთ, აი რანერი არის ეს შესაძლებელი, რომ საქართველო ამაში აქტიურად ჩართული იყო, შეიძლება ასოცირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ვარნეულში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წარსულში ნარკოტიკის უკანონო შეძენა შენახვისთვის და ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლები 35 წლის მამაკაცი დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მარნეულის რაიონში ერთი პირი დავაკავით, რომლის ავტომობილის ჩხრეკისას ერთი ხელყუმბარა, გადაჭრილი თოფი ეგრეთ წოდებული აბრეზი და 3 ვაზნა ამოვიღეთ. გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე. საქართველოში ორდღიანი გაცნობითი ვიზიტით ნატოს მეკავშირეთა ტრანსფორმაციის სართულობის წარმომადგენლები იმყოფებიან. ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მეკავშირე ოფიცრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე მუმასპინძლეს შეხვედრაზე მხარეებმა უელსში გამართულ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ნატოს მეკავშირეთა ტრანსფორმაციის სართულობის როლის არსებითი პაკეტის ეფექტიანად განხორციელების პროცესში. ეს არის პირველი ვიზიტი ამ დელეგაციისა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელია, რაც თანამშრომლობა არის ინტენსიური საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობას შორის. სასიამოვნოა, რომ ეს ვიზიტი შედგა ახლა სამიტის შემდეგ და ჩვენ მქონდა საშუალება დეტალურად განგვეხილა ის არსებითი პაკეტი, რომელიც ნატოსა და საქართველოს შორის შეთა.
ღია მმართველობას საქართველოს მეორე ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ასახული ინიციატივების შესახებ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროში გამართულ კონფერენციაზე. საქართველოს მთავრობა შემდგომში 2 წლით საკოორდინაციო კომიტეტის წევრი გახდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ქვემო ქართლის ტელეკომპანია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკისა და დილის გადაცემის წამყვანის პოზიციებზე ვაკანსიებს აცხადებს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პირადი მონაცემები ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე TV ქვემო ქართლი yahoo.com. ქრონიკაში კი ახლა რეკლამის დროა, ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. თანამედროვე ბესტსელერის ნაცრისფერის 50 ჩრდილის ეკრანიზაციის პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ნამუშევარს უცხოელ მაყურებელთან ერთად ქართველი კინომოყვარულები ცელიან. მსოფლიო პრემიერა 2015 წლის 14 თებერვალს ვალენტინობის დღესასწაულზე არის დაგეგმილი. ფილმის რეჟისორი სემ ტეილორ ჯონსონია, რაც შეეხება სცენარს, სურათი ილ ჯეიმსის ნოველის ეკრანიზაციაა. მთავარ როლებში ახალბედა მსახიობები ჯემი დორნარი, დაკოტა ჯონსონი და რიტა ორა მოგვევლინებიან. Polite, intense, smart, really intense. კლოდ მონეს ნახატის საიდუმლო ასტრონომმა მოიცნო. დონალდ ოლსონის თქმით, მან კლოდ მონეს შთაბეჭდილება ამომავალი მზის დახატვის სუსტი დრო დაადგინა. ტილოს გამოკვლევის შემდეგ ასტრონომმა ნამუშევრის შექმნის თარიღად 1872 წელი დაასახელა. შეეხება სპორტის სიახლეებს. თამაშამდე ერთი დღით ადრე რუსთავის საფეხბურთო გუნდმა ფინანსური პრობლემების გამო წინა სამატჩო შეკრება ვერ შეძლო. გუნდში სახელფასო დავალიანებასთან ერთად ამ ეტაპზე სავარჯიშო პირობების საჭირო ფინანსების მობილიზებაც ვერ ხერხდება. რთული ვითარების მიუხედავად ფეხბურთელები ხვალ მოედანზე გასვლას მაინც გეგმავენ. მეტალურგი ფოლადის სტადიონზე ზესტაფონს 16 საათზე დაუპირისპირდება. ფინანსური პრობლემები, რომელსაც შემოიფარგლება ხელფასები და პრემიალური სისტემა, რომელიც ფეხბურთელებს არ აუღიათ, დაემატა კიდევ აგერ მომზადებისთვის გაწეული ხარჯებიც, გასაწევი ხარჯებიც აღარ აქვს. საწუხაროდ გუნდი წინა დღეს ვერ რჩება ბაზაზე, რომელიც აუცილებელი არის თამაშის წინ, იმიტომ რომ აქ ჩვენ რჩებით და ვარჩევთ მეტოქის შესაძლებლობებს, გეგმავთ იმის და მიხედვით თამაში როგორ წარმართოთ და ხვალე ალბათ ჩვენ შევიკრიბებით დილი თამაშის წინ ყოველ შემთხვევისთვის და ეს საკმარისი არ არის თამაშისთვის კარგად რომ მოემზადოს გუნდი. ზესტაფონს ვეთამაშებით, პრინციპული მეტოქი არის ჩვენი, სულ დაძაბული ბრძოლა გვაქვს ზესტაფონთან. მაგრამ არის ხელშემშლელი ფაქტორები, რაც გამოიხატება იმაში, რომ არასპორტულად ვემზადებით, არ არის ფინანსური მდგომარეობის გამო არ არის ხვალ არ გვექნება შეკრება, რაც ჩვენთვის ერთიორად ამძიმებს სიტუაციას, უფრო რთულ მეტოქისთან უფრო რთული თამაში გამოგვივა, მაგრამ ჩვენი სულისკვეთება, მონდომებით ვეცდებით, რომ ეს გაჭირვება როგორც აქამდე დავძლიეთ რამდენიმე თამაში, ასევე ამ თამაშის დავძლიოთ და ჩვენთვის სასიკეთო შედეგი დავაფიქსიროთ. დღეს რუსთავის რაგბის სტადიონზე ხარებმა ამხანაგური მატჩი გამართა. რუსთაველები საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების გამარჯვებით 45 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ რუსთავის ხარები ჩემპიონატის განახლებამდე ინტენსიურ მოსამზადებელ პერიოდს გადის. რაც შეეხება საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს, გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. აღსანიშნავია, რომ ნაკრების ღირსებას 4 რუსთაველი მორაგბე იცავს. ამჟამად არის ახალგაზრდული ნაკრების პირველი შეკრება, სადაც გვინდა რომ შევარჩიოთ მოთამაშეები და დავაგეგმეთ 2 თამაში. პირველი რუსთავის ხარებთან და მეორე TBS უნივერსიტეტთან. შერჩეული იყო ეს 2 გუნდი, იმიტომ რომ უმაღლესი მოასპარეზე გუნდები არის. ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია 4 ოქტომბერს გასამართი მატჩისთვის TBS-თან და ორივე გუნდს ძალიან დაუადგინა ეს თამაში. მატჩების ჩაწყობაში ბრალდებულ მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე მაცნობა. სერგო კვარაცხელიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს მსაჯების გარდა ვინ მონაწილეობდა ამ გარიგებებში. ერთ-ერთი მსაჯი კი, რომელიც FIFA-ს არბიტრია, FIFA-ს მსაჯდა სიიდან ამოიღეს. ქრონიკაში რეკლამის დროა, ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ქრონიკა პირდაპირ ეთერში უცხოეთის სიახლეებით განაგრძობს მუშაობას. ჯილდო ცხოვრების სწორი წესისთვის ედვარდ სნოუდენი ნობელის ალტერნატიული პრემიით დააჯილდოვეს. ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ჯილდო საიდუმლო ინფორმაციის გახმაურებისთვის მიანიჭეს. სნოუდენის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან გახდა ცნობილი, რომ შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებზე, მათ შორის პარტნიორებზე თვალთვალს ახორციელებდა. ჯილდო გამოცემა გარდიანის რედაქტორმაც მიიღო, რომელმაც სნოუდენის მიერ მიწოდებული დოკუმენტები გამოაქვეყნა.
ნომერ პირველი ტერორისტის ბინ ლადენის შვილობილს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მას ნიუ-იორკის სასამართლომ გამოუტანა. აბუ გაითი მასობრივ მკვლელობებსა და ტერორიზმის ხელშეწყობაში ცნეს დამნაშავედ. ლესბოსელ წყვილებს ბავშვის აყვანის უფლება მიეცათ. აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთში მიიღეს. ფაქტ უკვე მოყვა არაერთგვაროვანი შეფასებები ფრანგებში. დასაშვებია ხელოვნური განაყოფიერებაც. ვარსკვლავები გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ კამპანიას უერთდებიან გაეროს კეთილი ნებისელჩის ემა უოტსონის ამაღელვებელი გამოსვლის შემდეგ მრავალი ცნობილი ადამიანი გამოვიდა მისი პროგრამის მხარდასაჭერად. კამპანია მოუწოდებს მამაკაცებს, რომ თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლა შეუერთდნენ. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში ნავარაუდევია დღისით +15, ღამით +6 გრადუსი სითბო, თეთრწყაროში დღისით 18, ღამით 8 გრადუსამდე გათბება ჰაერი. თმარიში დღისით +17, ღამით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ბოლნისში დღისით +21, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მარნეულში დღისით +21, ღამით +11 გრადუსია, თბილისში დღისით +21, ღამით +11 გრადუსი სითბო იქნება. გარდა მას, რაც შეეხება აქ დილით 22, ღამით 11 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ხოლო ჩვენს ქალაქშიც ასევე დღისით +22, ღამით +11 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მე შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ტელეკომპანია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკისა და დილის გადაცემის წამყვანის პოზიციებზე ვაკანსიებს აცხადებს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პირადი მონაცემები ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე tv.kwemokhartli@yahoo.com ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე 0341 25 44 00. ქრონიკა კი დღეს ამით დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის.